სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვლეობის შემსრულებელ იოსებ ოქრომელიძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში 1.200.000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შიდა ქართლის რეგიონში 18 ახალი საწარმო გაიხსნა. ეს კონკურენტუნარიანი საწარმოები, რომლებიც ადგილობრივი რეგიონული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობენ ხელს ერთის მხრივ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე მოსახლეობის დასაქმების. კონკრეტულად ამ საწარმოში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. ასეთი საწარმოები არის სწორედ წინაპირობა სასოფლო, ეგრეთ წოდებული rural development-ის, სასოფლო განვითარების. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადმოგვეცა მიწა და ნაწილობრივ თანადაფინანსებით დავიწყეთ ამ საწარმოს მშენებლობა. ჩვენ ვაწარმოებთ ძირითადად კომპოტებს, ეს არის ხილის კომპოტები და აგრეთვე წნილებს.